მეოთხე რაზეა საერთოდ ნინო შეხო იყავი ადგილზე როცა ეს მოხდა სადაც მოხდა ნახე ყველაფერი როგორც იყო ყველაფერს ესწრებოდი შენ გონია რომ ვინმე რამეს მალავს ან რამე სხვანაირად არის თუ რო არა არ მგონია თქო შენთან რა პრეტენზია შეიძლება მქონდეს მაგრამ არასოდეს არ დამოწევა რაც მითხრა მაგრამ ხო იციო რომ ზურას როგორც ყველა პოლიტიკოს ქონდა ბევრი ფული მე ვთხარი მე ვარ პოლიტიკოსი და ნამდვილად არ მაქვს ფული და არ მგონია რომ ზურაბს ქონდა ფული საიდან მოიტანა ერთ-ერთმა მითხრაო რომ ორი დღით ადრეო მიცა მას ძალიან დიდი თანხაო და აი ამ თანხის ნაწილი მინდა რომ ამოვიღო მაინცო იმიტომ რომ ალბათ ვებ დაცვის თანამშრომლებაო სანამ ჩვენ მივიდოდითო ხო არ წაიღეს ეს თანხაო შემთხვევით აი მე ვთხარი ეხლა გამოდის რომ აქ ფულზე ვლაპარაკობთ ხო ჩვენ და მე ვთხარი ჩვენ ვერ შევთანხმდებით ახლა მე გაიკვა როგორც გავარკვე იმიტომ რომ მაინტერესებდა ძალიან ეს თანხი რომ პადარკაჩიშვილმა როგორც ჩანს ორი დღით ადრე უთხრა რომ ჟვანიას მიცა ბევრი ფული და ეს გააკეთა შეგნებულად იმიტომ რომ პადარკაჩიშვილი ამუშავებდა მე ჟვანიას ძმას მასთან ოფისში ისე როგორც ახალ ყველა ოლიგარქს უნდა ამ თემის აგურება ახალმა ოლიგარქმაც იგივე გააკეთა ივანიშვილმა და როცა ესეთ ურთიერთობა იყო მეუღლესთან ძმასთან ისინი ცხოვრობდა ხო იმ სახლში მე რა თქმა უნდა ვეღარ მიდიოდი ზურას დედასთან და ჩვენი მიდიოდნენ ბევრი გია და ბარამი დადიოდა სულ ხათუნა დადიოდა მე რა ვქნა მე ამას ეს ვერ გადავლახე იმიტომ რომ მართლა შეურაცხყოფილი